ჰავა. რა არის ჰავა? ჰავა ეწოდება ამა თუ იმ ადგილისთვის დამახასიათებელ ამინდების მრავალწლიურ რეჟიმს, რომელიც განპირობებულია მზის რადიაციით, ქვეფენილი ზედაპირის თავისებურებებით და ატმოსფეროს ცირკულაციური პროცესებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰავა არის მოცემული ადგილის ამინდის ელემენტების მრავალწლიური მონაცემების შეჯერების შედეგად მიღებული ატმოსფეროს მდგომარეობის ერთიანი სურათი. ჰავისაგან განსხვავებით, ამინდი გახლავთ ატმოსფეროს მდგომარეობა მოცემულ მომენტში, რაც სწრაფად ცვალებადია. ამინდისგან განსხვავებით, ჰავა მდგრადია. რა თქმა უნდა, არც ჰავა აბსოლუტურად უცვლელი, მაგრამ მის ცვალებადობას გარკვეულ ფარგლებში რყევადობის ხასიათი აქვს. ჰავის მკვეთრი ცვლილება შეიძლება მოხდეს დროის დიდ მონაკვეთში, რასაც საუკუნეებრივი ცვლილება ეწოდება. სიტყვა კლიმატი ჰავის სინონიმია. იგი ბერძნული სიტყვაა და ქართულად დახრილობას ნიშნავს. ამგვარი სახელწოდება იმიტომ მიიღო, რომ ძველი ბერძნების აზრით ჰავა დამოკიდებული იყო მხოლოდ გეოგრაფიულ განედზე, ანუ მზის სხივების დაცემის კუთხის სიდიდეზე. დედამიწის მასშტაბით ჰავა ცვალებადობას განიცდის. მის ხასიათს და ძირითად ნიშნებს განსაზღვრავს კლიმატ-წარმომქმნელი ფაქტორები. ჰავის ფორმირებაში უმთავრეს როლს მზის რადიაცია ასრულებს, რადგან იგი წარმოადგენს ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების უმთავრეს წყაროს. ჰავის ხასიათი და მისი განაწილება დედამიწის ზედაპირზე აგრეთვე დამოკიდებულია შემდეგ კლიმატ-წარმომქმნელ ფაქტორებზე: გეოგრაფიული განედი, ადგილის სიმაღლე ზღვის დონიდან, ზღვებისა და ოკეანეების განაწილება, რელიეფი, ოკეანური დინებები და სხვა. გეოგრაფიული განედი როგორც კლიმატ-წარმომქმნელი ფაქტორი. გეოგრაფიული განედი გლობალური კლიმატის ფორმირების მთავარი ფაქტორია, რადგან იგი განსაზღვრავს მზისგან მიღებულ სითბოს რაოდენობას. რაც უფრო ვშორდებით ეკვატორს, კლიმატი უფრო ცივი ხდება. ვინაიდან დედამიწის ზედაპირი მორკალულია, ეკვატორიდან პოლუსებისკენ მზის სხივების დაცემის კუთხე თანდათან კლებულობს. შესაბამისად, კლებულობს მზის ენერგიაც. დიაგრამაზე ჩანს, რომ ეკვატორთან დედამიწა იღებს პირდაპირ რადიაციას, ანუ მზის სხივები თითქმის მართობული კუთხით ეცემა და ხდება მზის ენერგიის კონცენტრაცია, ანუ ამ ადგილას დედამიწა უფრო მეტად ცხელდება. პოლუსებისკენ ცივა. დიაგრამაზე ჩანს, რომ აქ მზის სხივების დაცემის კუთხე მცირეა, სითბო იფანტება, ჰაერი ცივდება. ხდება ყინულის ფორმირება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სითბოს არეკლას და რაც კიდევ უფრო ცივ გარემოს პირობებს ქმნის. გეოგრაფიული განედის მიხედვით გამოიყოფა სითბური და კლიმატური სარტყლები. ტემპერატურის ზონალური განაწილება ხელს უწყობს სხვა კლიმატური ელემენტების ზონალობასაც. ადგილის სიმაღლე ზღვის დონიდან. ზღვის დონიდან სიმაღლე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლიმატ-წარმომქმნელი ფაქტორია. სიმაღლის მატებასთან ერთად იცვლება თითქმის ყველა მეტეოროლოგიური ელემენტი. მაგალითად, ატმოსფერული წნევა სიმაღლეზე ეცემა, მზის რადიაცია მატულობს. ტემპერატურა მცირდება ყოველ კილომეტრზე 5-6 გრადუსით. მცირდება ტემპერატურის ამპლიტუდაც. ჰაერის ტენშემცველობა ეცემა, ნალექები გარკვეულ სიმაღლემდე იზრდება, შემდეგ კი მცირდება. შედეგად მთებში შეინიშნება ჰავის ვერტიკალური ზონალურობა. განვიხილოთ კილიმანჯაროს მაგალითი. ეს მთა ეკვატორის მახლობლად მდებარეობს, მის ძირში მთელი წლის განმავლობაში ზაფხულია. მის მწვერვალზე კი მუდმივი თოვლი დევს. ამგვარად, ერთი და იგივე მთიან სისტემაში სხვადასხვა სიმაღლეზე ჰავის პირობები მკვეთრად განსხვავდება. ვერტიკალური მიმართულებით ჰავის პირობები ბევრად უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ჰორიზონტალური მიმართულებით, ანუ მთაში სიმაღლეზე ასვლისას უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე განედების მიხედვით. კერძოდ, იმისთვის, რომ ჰორიზონტალურად ჰავის ერთი ტიპი შეიცვალოს მეორით, საჭიროა ათასობით კილომეტრის გავლა, მაშინ როდესაც ვერტიკალურად მთებში ამგვარ ცვლილებას ერთეული კილომეტრის მანძილზე აქვს ადგილი. საქართველოში შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის მწვერვალებამდე ისევე იცვლება ჰავის პირობები, როგორც შავი ზღვიდან არქტიკამდე. აღსანიშნავია, რომ მაღალ განედებში მდებარე მთებში ზონების რაოდენობა მკვეთრად იკლებს დაბალ განედებთან შედარებით.
მთის ძირში ყოველთვის ჰავის ის სარტყელია, რომელშიც მდებარეობს ესა თუ ის მთიანი სისტემა. ზღვებისა და ოკეანეების განაწილება. ზღვებისა და ოკეანეების განაწილება არის მეტად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ფაქტორი, რადგან იგი განსაზღვრავს ტენიანობისა და ტემპერატურის რეჟიმს, ანუ ჰავის ზღვიურობა კონტინენტურობას. ზაფხულში ხმელეთი უფრო თბილია ვიდრე ზღვა, მაგრამ ზამთარში პირიქით ზღვა უფრო თბილია. ეს იმიტომ ხდება, რომ წყალს გასათბობად მეტი დრო სჭირდება, სამაგიეროდ უფრო მეტხანს ინარჩუნებს სითბოს, ხოლო ხმელეთი ადვილად თბება და იოლადვე ცივდება. ამიტომ ზღვებისა და ოკეანეების სიახლოვე ან მათგან დაშორება გავლენას ახდენს ადგილის კლიმატზე. ამის მიხედვით განასხვავებენ ჰავის ორ ტიპს: კონტინენტურ ჰავას და ზღვიურ ჰავას. რაც უფრო დაშორებულია ტერიტორია ზღვისგან და რაც უფრო სიღრმეშია იგი დიდ კონტინენტურ მასივზე, მით უფრო კონტინენტურია მისი კლიმატი. კონტინენტური ჰავის ტიპი ხასიათდება ცივი, თოვლიანი ზამთრით და ცხელი, მშრალი ზაფხულით. კლიმატის ეს ტიპი გვხვდება ციმბირში და ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ ნაწილში. ზღვიური კლიმატი გვხვდება ზღვებისა და ოკეანეების სიახლოვეში, მაგალითად ბრიტანეთის კუნძულებზე. ზღვა კლიმატს უფრო არბილებს, ტემპერატურას ხდის უფრო თანაბარს წლის განმავლობაში, ასე რომ ზღვიური ჰავის პირობებში არ გვაქვს გაუსაძლისი სიცხე ზაფხულში და აუტანელი სიცივე ზამთარში. მაგალითად, ბრიტანეთის ჰავაზე ზღვა რომ არ ახდენდეს გავლენას, ზამთრის ტემპერატურა დაეცემოდა -20 გრადუს ცელსიუსამდე. ზღვებიდან და ოკეანეებიდან დაშორების მიხედვით კლიმატური სარტყლების ფარგლებში ყალიბდება ზღვიური, კონტინენტური და მათ შორის გარდამავალი ჰავის ტიპები. რელიეფი. ადგილის რელიეფური პირობები ჰავის ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. კლიმატურ პირობებს განსაზღვრავს ქედების მიმართულება, ანუ განედურია ის მერიდიანული, სუბმერიდიანული თუ ასე შემდეგ. ასევე ფერდობების ექსპოზიცია გაბატონებული ქარების მიმართ, ხეობების სიგანე, ფერდობების დახრილობა და სხვა ფაქტორები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ფერდობების ექსპოზიცია ჰავის ფორმირებაში. ზღვებიდან და ოკეანებიდან მონაბერი ჰაერის მასები ქარპირა კალთებზე განიცდიან აღმავალ დინებას, როგორც ამ სქემაზე ჩანს. გარკვეულ სიმაღლეზე ხდება ჰაერის გაჯერება ტენით და წარმოიქმნება კონდენსაციისთვის ხელსაყრელი პირობები, შედეგად გამოიყოფა ნალექები. ქარზურგა კალთებზე, ანუ მთების მეორე მხარეს, გადადის უკვე ტენისგან დაცლილი ჰაერის მასები, რომლებიც ნალექებს ან არ გამოყოფენ, ან უმნიშვნელო რაოდენობით. ექსპოზიციის გავლენის კარგი მაგალითია აღმოსავლეთ ჰიმალაის მთები, რომლის სამხრეთ ექსპოზიციის კალთები მსოფლიოში ყველაზე უხნალექიანობით არის ცნობილი, ხოლო ჩრდილოეთ ექსპოზიციის კალთებზე განვითარებულია უდაბნოები და ნახევარუდაბნოები. ოკეანური დინებები. ოკეანური დინებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჰავაზე. არსებობს თბილი და ცივი დინებები. ჩვეულებრივ რუკაზე თბილი დინება გამოისახება წითელი ისრით, ხოლო ლურჯი ისრით ცივი დინება. ისრის მიმართულება გვიჩვენებს დინების მიმართულებას. თბილი დინება ატმოსფეროს ათბობს, ცივი კი აციებს. ოკეანური დინებები წლის განმავლობაში მდგრადი პირობებით ხასიათდებიან, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ მნიშვნელობას ჰავის ფორმირებაში. თბილი დინება ტემპერატურასთან ერთად ზრდის ატმოსფერული ნალექების რაოდენობასაც, ხოლო ცივი დინება იწვევს უნალექობას და ტემპერატურის დაბლა დაწევას. ცივი დინებების თავზე ჰაერი ვერტიკალურ მოძრაობას მნიშვნელოვნად ასუსტებს, ამიტომ ნალექები ძალიან ცოტა ან სულაც არ მოდის. ამ გარემოების გამო ცივი ნაპირგასწვრივი დინებები სანაპირო უდაბნოებს ქმნიან. ასეთია მაგალითად ატაკამა, ნამიბის უდაბნო, დასავლეთ საჰარის და სხვა. ცივ დინებებთან დაკავშირებით განვიხილოთ სხვა მაგალითიც. ლაბრადორის ნახევარკუნძულის გასწვრივ მიედინება ლაბრადორის ცივი დინება, რომელიც მიდამოში იწვევს აციებას.
შედეგად ნახევარკუნძულზე ვითარდება ტუნდრის ეკოსისტემა. მაშინ, როდესაც იმავე განედზე ევროპაში ხემცენარეულობა იზრდება. თავის მხრივ, დასავლეთ ევროპის ჰავის პირობებს გოლფსტრიმის თბილი დინება, ანუ ჩრდილო-ატლანტიკური თბილი დინება განსაზღვრავს. კერძოდ, ამ დინების გავლენით უფრო თბილი ხდება კლიმატი ზამთარში. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ადგილის კლიმატურ პირობებზე გავლენას ახდენს მცენარეული საფარი, ასევე თოვლისა და ყინულის საფარი, გაბატონებული ქარები, ადამიანის სამეურნეო საქმიანობა და სხვა მრავალი.